ხო ძალიან ბევრი ამბავი აწყდა ჩემ წინა გადაცემაზე, ნუ თქვენ ხო იცით ყოველ შემთხვევაში მე გავაკეთე რაღაც განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ აი ეს თითქოს პროდუქტების ფასები და რაღაცა და თითქოს აი თითქოს მე ფეხებზე დავიკიდე ეს გაჭირვებული ადამიანები და ესე მონათლეს ყოველ შემთხვევაში პოლიტიკოსებმა ეს ამბავი და არც გამკვირვებია პრინციპში ეს ამბავი ეს რა ვიცი ჯერ კიდე მე-19-მე-20 საუკუნის დასაწყისში იყო ესეთი ამბები როდესაც აი ადამიანებს და განსაკუთრებით ლუმპენ პროლეტარიატს ესე იმუშებოდნენ რომ აი დაუშვათ აი ფას ფული აქვს იმას ბანკი აქვს ილიაზის ყოველ შემთხვევაში ესე იყო ხოლმე რომ გლეხებს წყალს არ აძლევს და ასე შემდეგ და კაბითი ქოქავდნენ ესე კი პროლეტარიატს და განაწყობდნენ იქითკენ რომ საბოლოო ჯამში აი ეს ძალადობა მოხდარიყო ილიას მისამართით რაც საბოლოო ჯამში მოხდა ხო და ამას ყოველ შემთხვევაში უკეთებ დღესაც იგივე მეთოდებს იყენებენ ესენი ვინა გითხრათ რომ ეხა გამოვარდა ყველა მხარე იქით მხარე აქეთ მხარე რა ვიცი ეხა ზურა მახარაძე რო არის ალტიმფოელი ხო და ეს თავის მასთან ერთად გამოვარდა და იძახის რომ აუ ეს რა კადრა უცნობა გაჭირვებულ ხალხს მე ელემენტარს ვიძახი ერთ რამეს რა რომ ყველას ვისაც პოლიტიკური ქულების დაწერა გინდათ აი ამ გაჭირვებულ ხალხზე ხო და გინდაც არა გათვითცნობიერებულ ხალხზე იმას არავითარ შემთხვევაში არ მივცემ ამის უფლებას თუ ეს ჩემს შესაძლებლობებში იქნება რა არავითარ იმიტომ რომ თქვენი ამბავი არის არაბიზაციის პრობლემა თქვენი ამბავი არის აი ეს გაჭირვებული ხალხის იმაზე ემოციებზე თამაში და რა ვიცი კორუფციაზე თამაში ვითომ და რაღაც არა ხედავთ თქვენ თვითონ რომ კორუფციასთანაც დაიწყეს ბრძოლა ხო ამ ფასებთან დაკავშირებითაც კომისია შეიქმნა ანუ ბრძოლა მიდის ამ ყველაფერთან ხო არა მაინც გამოდიან და თავის აი პოლიტიკური ქულების დასაწერად ნებისმიერ რაღაცას კადრულობენ რა კარგია ესა ამის უფლებას არ მოგცემთ რა მე პირადად რა რომ ხალხის სახელით манипуляციები გააკეთოთ თან გაჭირვებული ხალხის სახელით რა მე მეუნებით თქვენ რომ ესე იგი მე გაჭირვებულ ხალხს მივაყენე შეურაცხყოფა ეს იგივე სიტუაცია აი განახებთ რა ელემენტარულად რა აი როგორ გითხრათ აი ირაკლი რუხაძის ინტერვიუ ნახე წავაწყდი და ელემენტარულად აი მინდა რომ თქვენს განახოთ რა და მე რა კომენტარებს წერე რა ზუსტად ანალოგიურს იქით ეს იგი ნახეთ რა თუ შეიძლება და ნახოთ ერთად და მე გავაკეთებთ რა ამაზე კომენტარს რა ვიღაცას უთხარი რომ ეხლა ყველას მე დავაფინანსებ მაგრამ სიტყვაზე ხო არის ქალბატონი არ ვიცი დამოწვა რა ქვია პოლიციასო დაატყ მე გადავხდი სტრასბურგის ფულს და წავიდეს მე გადავხდი იურისტების ფულს და წავიდეს იმიტომ სტრასბურგში გაამართლა ჩვენი მთავრობა იცავს ყველა გადაწყვეტილებას სტრასბურგში და გამოუშვებენ მაშინ თუ ასეოს პოლიტიკური პატიმარი სტრასბურგში წავიდეს შვენივრად იციან რატო არ მიდიან იმიტომ რომ წააგებენ როგორც 4-ჯერ წავიდნენ წააგეს ესევე წააგებენ ამას ეს რას ნიშნავს რომ ისიც ეთანხმება რომ იქ უნდა იჯდეს შენ თუ ჩემ პოლიციას გამიხვალ და გამიხვალ და დაარტყავ ჩაქსვამე აი წარმოიდგინეთ რა თვითონ ხა მეტი რა უნდა თქოს მე თვითონ გადავუხდიო ფულსო და წავიდესო და იჩივლოსო სტრასბურგშიო რა ამაზე უკეთესი რა უნდა თქოს ეხა ნახეთ კომენტარები რას უწერენ რა ეს მაძღარი აი რა შუაშია აი ამასთან აი ეს კომენტარი რა ერთი უწერს რომ სავსებით მართალი ხართ მესამე უწერს რომ სტრასბურგი იწელება წლები აი რა შუაშია სტრასბურგი იწელება წლები აქამდე ხო შეგეძლოთ რომ შეგეტანოთ მილიონჯერ სტრასბურგში ჯერ ესეთი და მეორე ერთი რაღაცა პასუხი როცა იქნება ხო დადგება რა მნიშვნელობა აქვს იწელება თუ არ იწელება თუ მართალია გაამართლებენ ხო ეხლა მესამე 4 რას უწერს ნახეთ რა მაგ სიმართლეთ იხაროს თქვენმა უთავმოყარეო ოჯახებმა რა შუაშია რა შუაშია უთავმოყარეობა აქვს რა შუაშია რუხაძის მისამართით გამაგებინეთ რა კაცი იძახის სტრასბურგში დაგვიმტკიცეთ ამაღლობელი მართალი არისო და გამოუშვებინო ყველა სტრასბურგის გადაწყვეტილებას იცავს ხელისუფლებაო აი მე ხა კიდე იძახის მეხუთე იძახის რომ ვინ გაუშვებს სტრასბურგში
9 კრიტულში გიზით რა შუაშია გამაგებინეთ შეიძლება 9 კრიტულში იჯდეს ციხეში იჯდეს ადამიანი და სტრასბურგში იურისტები მუშაობდნენ და არ არის არანაირი პრობლემა აუცილებლად ამაღლობელმა მზია ამაღლობელი კი არ უნდა იყოს ჩასული და თავის იმას ესწრებოდეს პროცესი კაცმა თქვა რომ მე გადავიხდი ფულსო და მე გაუშვებო და თუ მართალია დაამტკიცო სტრასბურგში და რა ამბავი ატეხეს ნახეთ და ესეთი კომენტარებია სულ ეს ფულით გასუქებული ეს ის შედი შეჭაბა რა მე გამაგებინეთ ამ ხალხის წინააღმდეგ რატო არ წყობთ აი ნეგატიურ გავლენებს რომ საბოლოო ჯამში მიიყვანოთ ზიზღამდე ეს ყველაფერი რა იმიტომ თქვენ თვითონ ხართ ზიზღში ჩაფლობილები რა როგორც ერთი მხარე ის რა ქვია პროეპშტეინიზაციული მხარე ხო თვითონ პროევროპელები რო არიან და რაღაცა რა და აქეთ მეორე ეს რა ეს პრორუსული მხარე რაც განახეთ რა ორივე მხარე ერთი და იგივეს იძახის რა არაბიზაციაზეც ფასებზეც იმაზეც ამაზეც ხო კი ეგრე არის რომ თქვენ ყოველთვის მუშაობთ თქვენი პოლიტიკური განწყობების და დივიდენდებისთვის როგორ თქვა მეტი ეგრე არის ოღონდ რაღაცა ანკესი დაიჭიროთ ხან უპატრონო ძაღლებს იმაშებით ხან ფასებს იმაშებით ხან ამას და ამ ხალხში თესავთ ზიზღს აი ამაზე ვთქვი მე და არა იმაზე რომ ვიღაცა დაუშვით არ მეწოდება გაჭირვებული ადამიანი რა იმდენი გაჭირვებული ადამიანი მყავს ჩემ გარშემო რომ ვერც დაითვლით რა რასაც ვეხმარები და როგორც ვეხმარები რა და ამას არ ვაფიშირებ თქვენგან განსხვავებით რა დაიწყეს იქ ლაპარაკები რა კარგით ეხლა კიდე მინდა გავუშვათ აი ზუსტად იგივე რა ჩემ ვიდეოს რო ავრცელებენ რა აი ამაზე რაზეც მაქვს ლაპარაკი თუ შეიძლება იმას რო ავრცელებენ რაღაცას არაფერი არ მოწონთ რა ვითომ მე ვიძახე ყველაფერზე დიშოვი რაღაცეები რაც არის რომ აბა ბავშვებს პური არ აქვს ვერ ჭამენ და რა დროს ჩემპიონატია ის გაძვირდა 5 თეთრით და 5 ლარით ხო თქვენზე ვიძახით თქვენზე ამას რო ვიძახით თქვენზე ვიძახით და იმაშვებით რა თითქოს თქვენი ბოღმით და ზიზღით რო გინდათ რომ დაკოკეთ ეს ხალხი რა რომ ყველაფერი ცუდად არის არაფერი არ ვარგა ის გაჭირვებულებს არ უვლია ყველა თქვენ არ უვლიდით გაჭირვებულებს არასდროს და ეხლა რაღაცა მაინც დაიძრა რაღაც კომისია შეიქმნა ამ ფასების რაღაცა რა